მე ვიდეოს ავტორი მხოლოდ ერთ რამეს გემუდარებით, კარგად დააკვირდით ამ თვალებს. ეს 6 წლის ლილეა, ისტორია, რომელსაც დღეს გიამბობთ, სულ საგიფორიაგებთ. ლილე, შენ საბავშვო ბაღში დადიხარ? ოღონ ლანჩხუთში. სხვა ბავშვებს ბაღში როგორი კაბები აცვიათ? წითელი და ხან თეთრი. შენ არ გაცვია ლამაზი კაბები ბაღში? ლილე, შენ როგორ ფიქრობ, რატომ ვერ ყიდულობს დედიკო ლამაზ კაბებს? ფული ეხარჯება. ეს კი ლილეს დაიკო, 7 წლის ლიგაა. საკმარისია მხოლოდ ერთხელ შეხედოთ და მაშინვე მიხვდებით, თუ რა მხელა გული აქვს ამ პატარა ანგელოს. 6 მცირეწლოვანი გოგონა, 6-ვე ერთი ოჯახიდან. დეიდა, როცა ღამით ჭერიდან ჩამოსულმა წვიმამ დამასვლა და შემცივდა ტირილი დავიწყე. დედამ კი ასე მითხრა, რომ წვიმა ძილის დროს იმ ბავშვებს ასვერებს, რომლებიც უფალს უყვარს. დეიდა, თუ ეს ასია, მაშინ აღარასდროს ვიდირებ. მე უფალს უყვარ ვარ. სწორედ ეს სიტყვები მითხრა 6 წლის ლილემ მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტს. ცრემლები ვერ შევიკავე. ლილეს სათამაშო არასდროს ქონია. ბავშვი ურიკაში ჩდება და დაიკოს თხოვს, რომ აკატაოს, ვითომ ველოსიპედია. ვიღაცისთვის ეს უბრალო კადრია. ლილესთვის კი მთელი მისი ბავშვობის სევდაა. იმ ბავშვობის, რომელიც მას არასდროს ქონია. ყველაზე საშინელება ჯერ არ მithქვამს. ლილეს გულის მანკი აქვს. ცოტა ხნის წინ კი ღრძირების და ცვლის პრობლემა აღმოაჩნდა. ანთებითი პროცესები, დაბალი სიცხე, ტკივილები. მიზეზი ბოლომდე ვერ დადგინდა. საფუძვლიან გამოკვლევას კი შესაბამისი თანხა სჭირდება. ამ დრომდე ყველანაირ გაჭირვებას უძლებდა ეს პატარა ანგელოზი. ახლა კი ვეღარ უძლებს.